წყლის მიღების საჭიროებაზე დღეს ბევრი საუბრობს. პრინციპში რაოდენობაზეც, მინიმუმ 30 მილილიტრი კილოგრამზე ეს არის ვიმეორებ მინიმალური დოზა დღიური ადამიანის. ანუ 100 კილო ადამიანს სჭირდება 3 ლიტრა წყალი მაინც. რაოდენობა ერთია, ფილტრაციაზეც უკვე საუბრობენ, თუმცა სისუფთავე ეს არა ერთადერთი მოთხოვნა, რასაც წყალი უნდა აკმაყოფილებდეს. ის უნდა იყოს ტუტე. მისი მუხტი +60-ზე ზემოთ არ უნდა ადიოდეს, რომ აქეთ ენერგია მოგცეს. ნახეთ, როცა სუფთა და ამავდროულად შევსებული მინერალებით და მე როცა ცოცხალ წყალზე ვსაუბრობ, სწორედ ასეთია ეპონიდან ჩამოსული. ის კიდეც გვწმინდავს და კიდეც გვავსებს. და როცა დიდი რაოდენობით წყალს იღებ, ბუნებრივია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, სიჯანსაღისათვის რაოდენობის გარდა მნიშვნელოვანია წყლის ხარისხი.